ეთერი ჩავწერო, უფრო სწორად მინდა რომ მიმართვა ჩავწერო ვიდეო, იმიტომ რომ ამ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ეს დავიწყებული მკვლელი გამოცოცხლდა, ვინ და ბაჩანა ახალაია რა, აი კარგად რომ დაგვავიწყდა ვინ არის ერს რომ მოკლე მეხსიერება აქ ბევრს რო გონია, ამ სამაგიეროდ ამას, ამ სოროში შემძვრალ ვიღთხას, რომელმაც თავის დანაშაულებზე პასუხი არანაირად არ აგო. დღეს აგერ გამოდის ქართული ოცნების დახმარებით და გვასწავლის ჭკუას და ჭკუას გვარიგებს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ქართველმა ერმა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების დღესწესრიგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა მე დეტალებს არ გავყვები, უბრალოდ მე მინდა რომ ყველას მოუწოდო, ყველა თქვენგანს მოუწოდო და გულახდილად უთხრა ყველას რომ ადამიანებო, საერთოდ ქაოსში და სიბინძურეში ყველაზე მეტად სარგებლობს ნაზირალა. და ეს ქაოსი საქართველოში ძალიან დიდი ხანი არის დაწყებული და ალბათ არ გაგიკვირდება თქვენ თუ ახალაიაც იმ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ნაზირალა, რომელიც ჩვენ ერს და ჩვენ შვილებს დაღუპვისკენ მიაქანებდა და ეს ყველაფერი ახლა ვინ არის ახალაია, მე გადმოცემით ნამდვილად არ ვიცი რა, მე თვითონ ვარ მონაწილე მისი აი ამ პროცესების თანდასწრების, რასაც ის აუბედურებდა და წონიდა ჩვენ ერს და მე მინდა დღეს რომ ყველას გითხრათ რა, მე ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ მისი მანკიერი ძალაუფლებითი რეჟიმის და მე დეტალურად მინდა ყველას გადმოგცეთ რომ აი ეს ახალაია რომელიც დღეს გამოფხიზლდა კარგად ჩაფუთულია ეს მკვლელი ადამიანმა რომელმაც უდანაშაულოდ სერგო თეთრაძე მოკლა პოლკოვნიკი ძალიან დამსახურებული ადამიანი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის მონაწილე, ავღანეთის ომის მონაწილე, ყველანაირი ბრალის დადასტურების გარეშე წაიყვანეს, გააუპატიურეს და გული გაუსკდა ამ ადამიანს. რაღაცა კოცებმა, როგორ იცი, თითქოს ის ყოფილიყოს რა, რადგან ხელისუფლებაში მოვიდნენ ვალდებულება გვაქვს, ჩასვეს გამოკეტეს იქ ციხეში, სასაცმურე პირობებში. მე ვიტყვი გამოაზამთრეს და დღეს ჭკუას გვასწავლის რომ რა აი თურმე როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ერმა თქვენ ყველას მინდა რომ გითხრათ არ მინდა მაინდა-მაინც ეს ვიდეო ლაივი ძალიან დიდი გამოვიდეს მაგრამ მინდა რომ ეფექტური იყოს ნამდვილად იმიტომ რომ მძიმე ქართველი ერის ხვედრი მძიმეა ჩვენი ერის ასეთი მტკივნეული დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან და ყველაზე მტკივნეული და მძიმე რა არის, იცი? არავის არ ახსენდება ეს ხალხი სინამდვილეში როგორები იყვნენ და რას გვიშვებოდნენ მთელ ერს. აი მაგალითად მე გავიხსენებ რა, ეს კაცი როგორი იყო ახალაია, ეს იყო ჩვეულებრივი მწამებელი მკვლელი, თავდაცვის მინისტრობის დროს ჩვენ შევხვედრილ ვართ ერთმანეთს, მაგრამ თავდაცვის მინისტრი იყო და 2008 წლის ომის დანაშაული როგორც რიგითმა ოფიცერმა, მე იქ ხო იძულებული გავხდი რომ მელაპარაკა და ვინ იყვნენ იცით თქვენ ეს ჩვეულებრივი კრიმინალები, ურიდიები, შენგელიები, ეს დედამოწყნული ჯიში და ჯილაგები რა, მათი აი სამიგრილო რო ყავთ, მაგათ მოუტყან მე გვარი და ჯიში რა, იქ სამიგრილოში რო ყავთ საახლობლები და მეგობრები, ასე იცოდა რა, კუთხის და ქვეყნის დაყოფა ამ დედამოწყნულმა რა. და ნაცვლად იმისა სისხლის სამართლის მსვლელობა მიცემოდა ყველაფერს მაშინ რა საშინელებად ჩაიდინეს 2008 წლის ომის დროს ეს არის რუსებზე სამხედრო საბრძოლო ტექნიკის გადაბარება პირადი შემადგენლობის გაწირვა და ასე შემდეგ ძალიან ბევრი დანაშაულები ესო ამასო ჩემზე თქვა გმირობა გონიაო ამას რო ამბობსო შენ ოჯახს შევეცი პირში ახალაია შენ ხო ახლა მისმენ და შენი ყლეძმა კიდე რაღაცა რო იმალება იქ ბიჭები რო დაცხრილეთ ქალაქის ცენტრი თქვენი დედა მოტყან თქვენ ბიჭო ციხეში კი არ უნდა ციხეში ჯდომა თქვენთვის იყო ბაირამობა რა ჩვეულებრივი ბაირამობა იყო თქვენთვის ორივე ძმებისთვის ციხეში ჯდომა კულელები კი არა ხართ მარტო თქვენ ახართ სადიზმით ამის გამხორციელების სხვა არის როცა ადამიანს ან მოგერიობის დროს კლავ ან ომში კლავ და გასაგებია ეს გარკვეული მომენტი გამართლებულია ქრისტიანულადაც და ჰუმანურადაც და სხვა არის როცა შენი ქვეყნის შვილს ესვრი
ხრიტაო, კლდება, რაღაცა ბაბი მიწერს რა ხდებაო. რა ხდება ბაბი, ჩემო კარგო და ის ხდება, რომ ადამიანების მკვლელი ახალაია გამოდის და მორალს გვიკითხავს დღეს. აი რა ხდება. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს. ამაზე მეტი ვის რა უნდა დაემართოს ქვეყანაში, როცა აი ეს ახალაია, მკვლელი მწამებელი ბაჩანა ახალაია ამის გამზდელი დედა მოვტყან. მოარიდეთ ბავშვები ჩემ ეთერს, იმიტომ დღეს მე ნამდვილად ვერ ვიქნები 7 და მწყდარი, ამას უნდა ვაგინო დედის მუტელი და მე ვიცი რომ ახლა გისმენს ბარეორი რა და მე მინდა გავიხსენო აი ეს ჩვეულებრივი ის მოვლენები თავდაცვის სამინისტროში რა ხდებოდა მისი მინისტრობის დროს რა და ეს ის ბაჩანა ახალაია რომელიც სოზარ სუბარის მოადგილედ მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ბაჩანა ახალაია თურმე სახალხო დამცველის მოადგილე იყო ჯერ სოზარ სუბარის მოღალატე დედას შევეცი პირში და მე აი ამ ახალაიას ჯერ ერთი ცოლშვილი მოუტყან იქ სადაც ახავს და მე მეორე რა და კიდე მისი ისინი რო არიან ვირთხები დღეს რო არ ჩანან ეს პროჭმეგრელა ტიპები რა რატო ვამბობ მაგასაც გეტყვით ჩემ დროს თავდაცვის სამინისტროში სიტუაცია გქონდათ ასე გაყოფილი იყავი მეგრელი და იყავი ქართველი სხვა მეტი არ არსებობდა როგორც ასეთი მცნება ახალაიას წყალობით და ნუ მოკლედ რა თქმა უნდა თუ მეგრელი უნდა იყავი პლუს უნდა ყოფილიყავი ახალაიას მეგრელი იქ სხვა მცნება არ იყო რა და აუცილებლად უნდა გწოდნოდა მეგრული და აუცილებლად უნდა გწოდნოდა კომპიუტერი რომ კარიერული წინსვლა გაგეცადა და ეს დედა მოტყნული დღეს გამოდის აქ და იმას ლაპარაკობს რომ ქართველმა ერმა როგორ უნდა იცხოვროს შენ დედას შევეცი რა მართლა რა და ვინ შენ გაშუქებს და ვინ გაგაშუქებს ნაცმოძრაობის გარდა ვინ გაგაშუქებს ქართული ოცნების გარდა ამათ ჭირდებით ერთსაც ჩვეულებრივ მოთამაშეთ და მეორე ჩვეულებრივ გასადეთრებლად თორე შენთან რომელი ჭკუად მყოფელი გაიგივებს თავს რა შენ ისეთი საზიზღარი პერსონა ხარ შენი დედა მოტყან შენი შემქმნელის დედა შევეცი და მართლა შენი მხარდამჭერის დედა მოვტყან შენ სააკაშვილის გვერდზე რო ალპები ის სააკაშვილი რას ლპება კაცო წამოწოლილია რესბალნიცაზე ყვერებში იმას უბერავენ რა ქვია შეიხებს რო პალმის რტოს უბერავდნენ აიმე და ვინმეს რამე არ შეცივდეს და ხალ ერთი ხარჭა აკითხავს მოტყნული და ხალ მეორე ხარჭა აკითხავს აბა რამე ცუდად ხო არა აქ და ჩემი მეგობრები თქვენ დედა მოტყნულებო რა 2008 წლის გმირები ეს ბიჭები მართლა რა ვინც დაიჭირეთ იქ ზოგი წლები რო ყავდა ჩაჯენილი მაგალითად ლევან კობაიძე რა დღევანდელი პროჭული რეჟიმის მიერ ვინც არის დევნილი ხო აი იმას შეეკითხეთ ერთი რა მდგომარეობაში ყავდათ ციხეში რა ახალაიასნაირ მდგომარეობაში ყავდათ ციხეში თუ სააკაშვილის ნაირ მდგომარეობაში ყავდათ ციხეში ყველას ვეკითხები ხა ვინც ახართ სად ახართ ბიჭო სად ახართ ის ახლები რო ხართ ისინი პროჭებად რო მარტივმამრევლებად რო დაიშალეთ რა მძღნელის ასკოლკებივით ის ნიკა გვარამია და მელია რო გამოდის და ერთმანეთს რო ეჯიბრებიან ერთმანეთში ვინ დანიშნა თანამდებობაზე და თქვენი შექმნილი სახელმწიფო მოვტყან თქვენ დედა თქვენ შექმნით თქვენი ბიუჯეტი და ძაარცვეთ მერე ქვეყანა თორე თქვენ აი სახელმწიფო შექმნელი იყავით თქვენი დედა მოვტყან თქვენ ინსტრუქციებით გაგაკეთეს იმიტომ რომ ვიღაცა სჭირდებოდა რომ იმ ადგილზე ყოფილიყო ნეიტრალური ზონა და შემდეგ ამ ნეიტრალურ ზონას იყენებდნენ თავის ინტერესებში დიდი სახელმწიფოები და ისი დამგეგმავია ნიკა გვარამია ისი დამგეგმავია დედა მოტყნული მელია და ისი დამგეგმავი და გამკეთებელი იყო სააკაშვილი ჩვეულებრივი ნარკომანები ეგენი არიან ყველა ნარკომანები ყველა დამოკიდებულები ან ყველა მეტრაკეები რა და დიდ სისტემებს ჭირდებათ რა თავის ინტერესებში ყავდეთ ესეთი კომპრომეტირებული ადამიანები და ვინც არ იყო კომპრომეტირებული აი გამსახურდიას და იმის ჩათვლით რა ქვია კოსტავას ჩათვლით ყველა მოკლეს თქვენ თუ გონიათ რამე განსხვავებული აზრი ექნება და განსხვავებული მიდგომა იქნება სხვა სახელმწიფოს რუსეთის გარდა რა ჩვეულებრივ ყველა დიდი იმპერია რომელსაც სურს რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გაატაროს მისი ინტერესები ყოველთვის ექნება ესეთი მიდგომა, მძიმე მიდგომები. ყოველთვის მოუნდება ჩვენ ხელისუფლებაში ეყოლოს ადამიანები მისი გავლენის
და დაჭერილი ყავდეს ყურით. აი ეს არის რეალობა და ესენი ვისი დაჭერილები იყვნენ ახლა ყურით მაგაზე ლაპარაკს არ გავაგჩენთვის სულ ერთია. ვისი დაჭერილი იქნება? გინდა ამერიკის დაჭერილი იყოს ყურით, გინდა რუსეთის დაჭერილი იყოს ყურით, გინდა გერმანიის, გინდა ზიმბაბვის, გინდა ხიდაშეს რომელიღაც აზიურმა ქვეყანამ რო ჩაურიცხა ხა მილიონები. თუ გინდა მაგათი დაჭერილი იყოს ჩემ სულ ერთ ადგილზე მახატია აგე და რატომ მახატია იცით? იმიტომ რომ თემაში სადაც არ ტრიალებს ქართული ფული, არა ქართული ინტერესი რა. და ამას ის რომ გამოძრო ახლა რომ გამოხვა, მაგასაც განუმართავ რა ამ რუსულ კანონებთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონებთან დაკავშირებით რა. ახლა განუმართავ მაგას ახლა რომ გამოხვა აი ამ იმას გაჭრილ არხს რომ გამოხვა, რომ თითქოს საზოგადოების ცნობიერებაზე ჯერ იმ აქციაზე იქ ვინც დგას. მაგას მართავს ნაციონალური მოძრაობა და ასე მოხდება ყოველთვის მანამდე სანამ ნიკა გვარამიები, პირველი არხები, რუსთავი ორები და ეს პროჭები დაიწყებენ მაგის გაშუქებას, ყოველთვის ამ ეგრეთ წოდებული პროტესტის სათავეში იქნება ნაციონალური მოძრაობა და მეტი არა, ვინ ჩემი ყლე არის ის ალეკო ელისაშვილი, მე მაგის დედა მოვთხარ. მაგას თუ პროტესტის რამე გრძნობა აწუხებს და თოს თავისი მანდატი და თქვას რომ ეს აღარა ვარ პარლამენტარი, მე აქ არაფერი არ მისაქმევა და გადაგის და გამოვიდეს. იგენ რატო არ გამოდის პარლამენტიდან? არ გამოვა პარლამენტი, რატო იცი? ის იგროკია, იმ უნდა ითამაშოს მორჩა, რო შეეკითხო პროევროპული მიმართულებების ადამიანი, კი ასეთი გაგებით ახალაიაც იყო, აგერ სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე, მაგრამ დღევანდელი რატო არ ლაპარაკობს იმაზე, მისი უფროსი რო იყოს ოზარსობარი, დღეს რო ამ ეგრეთ წოდებული კანონის შემომღები არის. ზუსტად ამ კანონის შემომღებია, როგორ შეფობდა, როგორ აძლევდა დავალებებს ახალაიას. ჩვენ ქართველ ხალხს ძალიან ბევრი რამე გვეშლება რა, გვეშლება ვინ არის. რომელ კანონზეა ლაპარაკი, პლატონის არ იყოს რა შავქვათ მინდა კანონები როცა ხელისუფლებაში ნაძრლები მიზიანო. არ არის ეს ასე, არ არის ჩვენი მდგომარეობა ესეთი მძიმე? როგორ არ არის ჩვენ უბრალოდ ჩვენი დანახვა არ გვინდა ამისი ჩახედვა არ გვინდა ყველაფერზე ამაზე თვალებში და ეს არის ამას მივყავარ ჩვენ ტოტალურ დაღუპვამდე ხალხო. ტოტალურ დაღუპვამდე მივყავართ ამას. მე დღეს გამოვედი სპეციალურად გარეთ მინდა ამათ მინდა ვაგინო, აი ამათ უნდა ვაგინო, იმიტომ რომ просто სხვანაირად არ შემიძლია. აქავთ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც რა. გვარამია დედა მოთხოვნილი პარლამენტის წინაშე რომ დადგა და იქ რომ პოზიორობს და აქავთ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც. ჭაბუამი რეჯიბის სიტყვებს რო იმეორებს ლათათუთაშხიადან შენი დედა მოვთხარ შენი და შენი პარტიული მეგობრების თქვენ რა სახელმწიფო უნდა ვინ მიცა ქართველებს მაგალითად იმის ვალდებულება რომ სამარად მჟამო თქვენ იყოთ ხელისუფლებაში ბიჯო. ან სააკაშვილი იყოს მარადიული პრეზიდენტი. ივანიშვილზე და იმაზე იმ დედამოთხოვნ დინარაძეზე არაფერს არ ვამბობ. დინარაძეს თქვენი სისტემის წევრი იყო. დინარაძე იყო თქვენი სისტემის პროკურორი, ანდეიშვილის პროკურორი იყო. თქვენ ერთმანეთს უსწორდებთ, თქვენ ერთმანეთში ვართ კრიზია. რისი გამკეთებელი ხართ თქვენ? ვისი დამხმარე ხართ თქვენ? თქვენ ქართველი ერის დამხმარე ხართ? თქვენ ქართველი ხალხის დამხმარე ხართ? ტყუილია ეს სიცრუეა, სრული სიცრუეა, თქვენ არა ხართ ქართველი ერის დამხმარე. თქვენ ახართ ჩვეულებრივი მოღალატეები, მტრები ქართველი ერის. და სანამდე თქვენ არ დასრულდებით, მანამდე არ იქნება არაფერი. მე არ გავაჩერებ ამაზე დიალოგს. რა თქმა უნდა არ გავაჩერებ ამაზე დიალოგს. რა თქმა უნდა, სანამ ეს პირსისხლიანი მკვლელი ჯერ ერთი ქართველ კაცს რო ღირსება წართმეული არ კონდეს რა და ქართველ კაცს რო ზუსტად ის შეგრძნებები კონდეს, რომელი ისტორიული მემკვიდრეობითი მორალური ვალდებულებებიც აქვს. რატო უნდა იყოს ახალაია ცოცხალი? რატო იყოს როლანდ ახალაია ცოცხალი, ბაჩო ახალაია ცოცხალი? ეგენი უნდა ანაყოფიერებდნენ ქართულ მიწას თავიანთი სხეულებით, ამათი დედა შევეცი. ეს რო ასე მომხდარიყო, გაცილებით სხვანაირ დამოკიდებულება იქნებოდა კანონთან და წესრიგთან. არ არის ესეთი დამოკიდებულება, არ შეიძლება იყოს, რატო? იმიტომ არ შეიძლება იყოს, რომ საქართველოს წესრიგი და კანონი არ არის. ვიღაცა ხო უნდა გამოვიდეს ტრიბუნიდან და თქვას, აი, მაგალითად დინარაძე რა, რაც უდია ნაციონალური მოძრაობა, ეს უნდა თქვას ყოფილმა წევრმა. ვოლსკი უნდა გამოვიდეს ყოფილი ჩათელახი ნარკომანი დედამოთხოვნილი ნაცების დროს მინისტრის მოადგილე. ეს ნაბოზვარის ამის დედის პირი მოვთხარ. ხო უნდა თქვას რაც უდია ნაციონალური მოძრაობა. აბა
თქვენ ბიჭო რამე ხო არ გეშლებათ მაგ კოცების პროპაგანდონებო შალვა რამიშვილებო და სხვა ესე პედოფილებო თქვენი დედის მუტელი მოვთხან თქვენ ბიჭო ხაღზე რო გაიშვერთ ხელს და იმას ილაპარაკებთ ვინაა და როგორია და რანაირია თქვენი თავები ხო არ გავიწყდებათ როგორებია რისი უნდა მეშინოდეს გამოდით ერთი მაკედან ან ნაცებიდან ან კოცებიდან ამდენ ლაივს უწერ და ამდენი მიმართულება მაქვს და შექმნილი მაქვს ეგ ონლაინ იმპერია და ვლაპარაკობ ამ სიმართლეს მე არავისი არ მეშინია და არც როლებს არ ვთამაშობ რომელი იტყვით თქვენგანი რა ქონება მომიხვეჭია მომიპარია შემიძენია ქართველი ერის და ბიუჯეტის ხარჯზე თუ რატო არ უნდა მქონდეს მე საუბრის უფლება ამ სიმართლეს რაც გამაჩნია არ ქსიამოვნებთ ხომ არ გაწუხებთ ბოდიში ხომ არ მოგიხადოთ თქვენი დეტები მოვთხან თქვენი აი გამოვიდეს რომელი თქვენგანი გამოვა თქვენ ბიჭო თქვენ მოთამაშეებს ქმნიდით მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ მთელი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მაგრამ ხო არსებობს რაღაცა ზღვარი ადამიანმა აი ამას თუ ადამიანი ქვია ამ ცხოველს ამ ახალაიას რა ეხლა რომ გამოძრა იმიდან სოროდან უპატიოსნესი კაცი მე ვიცნობდი კაცო სერგო თეთრაძეს როგორ მოკლა და ახლა პატარა მაგალითს მოვიყვან მაგაზე რა დამართეს სერგო თეთრაძეს წაიყვანეს გლდანის ციხეში გაუპატიურეს აწამეს და მოკლეს გაგიმართოს გაბრიელ მივესალმები ყველას და ჩემი თხოვნაა ყველამ გამოიწერეთ ეს არხი და გაავრცელეთ ანახეთ თქვენ მეგობრებს და მე როგორ რა უკნეს იცი გახერხეს კაცი შვაში ნახერხი ჩაყარეს მუცელში ამოუკერეს და ისე დაუგდეს თავის წონშიც და ეს გამოდის ახალ დღეს და იმას ლაპარაკობს რომ როგორი უნდა იყოს ქართველი ერის ყოფა და ცხოვრება ახალაია შენი ოჯახის თითო წევრი მოვტყან შენი დედა მოვტყან შენ საცოცხლებელი ერთი დღით არ იყო აი ეს ბიჭები აჭარელი ბიჭები რომ დახურიტეთ იმაში რა ქვია ისანში იმის მამაზე დღემდე რა პასუხი გაქვს რა პასუხი აქვს ამ ხელა სახელმწიფოს მიცემული რა მკვლელი ახალაიას ძმა ვერ ნახეს ის დედა მოწყნო და თურმე ვერ ნახეს გამიგე მაგრამ აბა ვინმე შეეხოს ბერა ივანიშვილს აბა ვინმე შეეხოს ივანიშვილს ან ივანიშვილის ქვე რაღაცა ნაკადის ტრაკის გამწვენს ან ტუალეტის გამტანს რა მოხდება ხო გეთანხმები მადლობა რომ მეთანხმები ჩემო ჯიგარო მადლობა მაგრამ ეს თანხმობა არ არის საჭირო საკმა რომ მარტო ჩვენ ქართველმა ერმა ამათ უნდა გამოუტანოთ ლინჩის წესით განაჩენი ამ დედა მოთხოვნებს ვინ არიან ბიჭო რა თესლით ნაკეთები არიან ეს აზიზღარი არსებები თქვენ უნდა გენახათ რა უნდა ვქნათ აი რა უნდა ვქნათ გეტყვი რა აი მიწერს კომენტარს და უნდა უპასუხო აუცილებლად რა უნდა წამოვდგეთ ფეხზე ყველას გარეშე და ჩვენი საკეთებელი უნდა გავაკეთოთ რა როგორც გინდა ისე გამიგეთ და შეიძლება მე მოწოდებას არ ვაკეთებ ნამდვილად მაგრამ იმიტომ რომ იმის კი არ მეშინია რომ ხო იმის კი არ მეშინია აი მოწოდება დასჯა სულ ყველაზე მახატი რისი უნდა მეშინოდეს წიხლით უარდებოდი ამათ სამინისტროებში და იმაში და იმის არ მეშინოდა უბრალოდ რას ვიტყვი ცი ფორმა უნდა მივცეთ სწორი ამ ყველაფერს იტალიელებმა აგერ თავის დროზე არასახელმწიფოებრივად შექმნეს მაფია კოზანოსტრა აი რა არის კოზანოსტრა ჩვენი საქმეს ნიშნავს იტალიურიდან რო თარგმნო ჩვენ საქმეს ნიშნავს საქართველოს იმათ თუ კონტაქტ კრიმინალებს იმხელა გაგება რომ ერთიანობა მოეპოვებინა ერს არ უნდა გაგვაჩნდეს იმხელა გაგება რომ ჩვენი საქმე სხვისი საქმე არ გახდეს უნდა გავერთიანდეთ და დედა უნდა მოუტყნათ თუ საჭირო გახდება ჩვენზე უნდა აიღოს ქართველმა კაცმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე კანონისა და სამართლის აღსრულება, როდესაც ქვეყანაში მურუსიძე ყავს მოსამართლე, როდესაც ქვეყანაში 2.800.000 ემიგრანტი ყავს უკვე გასული და 800.000 კაცი ყავს ქმედითუნარიანი დარჩენილი და კულელი ახალაია გამოდის იმას და გიმტკიცებს თუ რა არის შენთვის უკვე შენ უნდა აიღო ნებისმიერმა შენ თქვენგანმა უნდა აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა თავზე ლინჩის წესით უნდა დაიწყოს ამათი გასამართლება ქვეყანაში დედის თქმა და მე რა მოხდება იცი გამოვლიან ნაცები და კოცებს დაუჭერენ მხარს თუ ასეთი სწორი სამართლებრივი გაგებით წავიდა პროცესები ესენი გახდებიან ერთნი ჯერ ხო ისედაც ერთნი არიან მაგრამ საბოლოო ჯამში ესენი გახდებიან ერთნი მე თქვენ გაჯერებთ ამას აი რა უნდა იყოს
რა უნდა იყოს. სალამი მეგობარო, მოგესალმები. კი ბატონო, თქვენ თუ გონიათ რომ მართავს ვიზახი, ეს თქვენი აზრია, მეც ასე მგონია და ბევრს გონიას სამწუხაროდ ასე. და ესე რომ განხორციელდება ქვეყანაში რომ დაიბადება იდეა იმისი რომ არავის არაფერი არ შეჭებ. ჯერ მართლა მიკვირს ამის დედავატილე რა. მართლა მიკვირს ის რომ ამხელა ქვეყანაში როგორ ამდენი კაცი გააუბედურეს რა, ამდენი კაცი მოკლეს და მოსწეს როგორ არავის არ გაუჩნდა იმის სურვილი მისულიყო და ამ ახალაიებთან მიმართებაში თავისი წესრიგი დაემყარებია რა. თავისი წესრიგი და ეროვნული გმირი იქნება ჩვეულებრივ, ვინც სააკაშვილის პრობლემას გადაწყვიტავს ქვეყანაში და ვინც ახალაიას პრობლემას გადაწყვიტავს ქვეყანაში. მე ვამბობ ამას, იმიტომ რომ აქამდე აი კაცობის ნატამალი ღირსეულად წაგვართვეს ჩვენ ერიშვილებს, ქართველებს და ამათ ეშინოდათ მაგისი რომ ჩვენი მოძრაობის დროს ნებისმიერი ვინც ვიყავით, ბიჭები, ჩვენში არ დაბადებულიყო ეს თემა. მიუხედავად იმისა, მე გულახდილად გეტყვით, ჩემზე განახორციელეს კოცებმა თავდასხმა დევნა, მე თავი შევიკავე მათთვის ფიზიკურად ხელი დამებრუნებია. მე თქვენ გეუბნებით ამას, რომ ამათ აწუხებდათ ისეთი ვიტალური მომენტები, ვაი თუ ამათმა გადაწყვიტეს ისეთი მოძრაობის დაწყება, რომ ჩვენ ყოფნა არ ყოფნის ეგზისტენციალური საფრთხე დაგვიდგათ ეს ქვეყანაში და ამან მიიღოს მასიური სახე, ქვეყნის გადარჩენის სახე მიიღოს. გადასარჩენია ქვეყანა ფიზიკურად არის, საბრძოლია ამ ქვეყნისთვის. საბრძოლია სიტყვით, ხელით, იარაღით, ყველაფრით საბრძოლია. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და ჩვენი ქვეყანა იმყოფება ყველაზე დიდ მონობაში. იმაზე დიდ მონობაში იმყოფება ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა, ვიდრე მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ ის იხსნა საბჭოთა კავშირიდან. გეუბნებით ამას გულახდილად. მამაჩემი იყო ეროვნული მოძრაობის წევრი, მამაჩემი დაჭერილი იყო ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელებისთვის. ინვალიდი კაც, პირველი ჯგუფის ინვალიდი კაც იმას არ შეშილია. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მამაჩემი იყო. სიმართლეს ვამბობ ამას და არ მეშინია რა თქმა უნდა ამის თქმა. და დაჭერილი იყო ამის გულისთვის და ინვალიდ კაც თუ ქონდა პასუხისმგებლობა იმისი, რომ წიგნი გადაეტანა, აი მაგალითად გეტყვით რა წიგნი იყო რა, კიტა ბუაჩიძის შავი წიგნი აკრძალული იყო საბჭოთა კავშირის დროს და კგბ ჩვეულებრივ ვისაც ამას უნახავდა სახში რეპრესიებს მართავდა და ამ წიგნის გამხსელებელს იჭერდა ჩვეულებრივ რა. კიტა ბუაჩიძე მეგობარი იყო მამაჩემის მწერალი, ვინც არის ის ახლა მისი პრობლემაა საქართველოში ეროვნული ღირსებებით ცხოვრება ხდება პრობლემა და აგერ თურქული ტელევიზიებიდან გადმოცემენ იმას, როგორ ბოზდება ქართველი კაცი და ქართველი ქალია. ეს ამათი დღის წესრიგია, თვითონ თავშალებით დადიან ეს დედამოწყნულები და მის ტრადიციებს არ ღალატობენ. ეს უამრავი თუ რა არის კაცო მასე ყველას ვერ გვეყვები თურქეთი დიდი ქვეყანა და ჩვენთან გვაბოზებენ ეს დედამოწყნულები რა. ჩვენი რელიგიის და რწმენის სარწმუნოების წინააღმდეგ მივყავართ და რომელ კანონებზე არის ლაპარაკი? რომელ კანონზეა ლაპარაკი, როდესაც აი მარტო ის კმარა კანონად უკანონობის, როგორ გითხრათ ახლა სიმაღლეთ, როცა ახალაია გამოგდის ქვეყანაში და გიძახის, რომ ისა როგორ უნდა მოიქცე. ვაი რო არა ვარ სადმე ახლოში, სადაც ეს ბინადრობს. სხვა კი ამჭირდება, ვაი რო ხელი არ მიმიწვდება ამ ყველაფერს, რომ რასაც ვიზამდი, ეგ უკვე მე ვიცი რა. და ვილოცებ იმისთვის, რომ ოდესმე აი ახალაია სადმე გადამეყაროს. ეს ბაჩუ ახალაია. დავაჩოქებ და დედას მოუტყნავ. მე გაძლევ თქვენ ამის პირობას. დავით ნემსაძეს თუ სადმე ეს გადაეყარა გზაზე, მე ამის გამკეთებელი ვარ. და წერტილი მე აქ არ განვავრცობ ამ თემას, მაგრამ თქვენ ვინც მეზობლად ვისაც ცხოვრობთ, თქვენ ვინც იცით რა შვება და სადაც იმალება ეს დედამოწყნული, ახლა არ ვიცი სად იმალება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მათ შორის გერმანიაში დარბის. და რატომღაც მფარველობენ იქ, როგორც მაქვს ინფორმაცია ქართული ოცნების ყოფილი კერა და სერიოზული კორუმპატორები, აი იზორიას ჩავთვლით, იმიტომ იზორია იქ ელჩა და იზორია ახალაია თქვენი გვაროვნული წყობა მოვტყან, მე თქვენი დედა შევეცი, თქვენი ფეოდალიზმი. თქვენ კიდე ერთხელ და სამუდამოდ გამოსაშიფრი იქნებით რა. და გამოსაშანთები იქნებით მთელი თქვენი ოჯახებით და კლანებით. მანამდე ჩემ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, სანამ თქვენ არ დასრულდებით. ხო და ახლა რაც შეეხება ამ აჟიოტაჟს, მოკლედ ვიტყვი აგერ ამ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს,
რატო არ არის ჩემთვის ზოგადად ეს კანონი მისაღები? მაგას გეტყვით რა. და რატომ შეიძლება იყოს დამაგვარი კანონი მისაღები, აი ფორმით როგორიც არის ამერიკაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. იქ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ესენი აპელირებენ ამ კანონებთან მიმართებაში, ყველა სტრუქტურას აქ მისი ფუნქცია მოვალეობითი პასუხისმგებლობა. და საქართველოში ვისი ვისაშია არავინ არ იცის. მე წავიკითხე ეს კანონი და გულახდილად გეტყვით, აი რას არ მივესალმები მაგალითად რა. შეუძლია იუსტიციის სახლის თანამშრომელს შემოვიდეს ორგანიზაციაში ნებისმიერად არ უნდა იყოს და აი ორგანიზაციის წევრის კომპიუტერი გახსნას და წაიკითხოს მიმოწერა ვის წერს, რას წერს, რატო წერს და რანაირად წერს. ეხლა რუსული კანონია რო იძახიან, რუსეთში ესეთი რაღაც არ ხდება. რუსეთში ესეთი დონის ჩარევა თუ მოხდება, მე იმიტომ კი არა რომ ვამართლებ იქაურ ტირანიას, არა, უბრალოდ სწორი შეფარდებისთვის გეტყვით რა. ისეთი რაღაცა თუ მოხდება თუ ჩასარევია ერევა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები. ასე არის მათი კანონის მიხედვით. ასე არის ამერიკაშიც, ასე არის საფრანგეთშიც, ასე არის გერმანიაშიც, ასე არის ყველგან, სადაც სახელმწიფო ხედავს საფრთხეს მისი საზოგადოების წინააღმდეგ და საქართველოში ეს უნდა გააკეთოს თურმე უშიშროების თანამშრომელმა კი არა, ეს უნდა გააკეთოს თურმე იუსტიციის სახლის თანამშრომელმა. როგორ მივესალმო ამას მე როგორც პროფესიონალი სამხედრო, როგორც მივესალმო ადამიანი, რომელიც უსაფრთხოების ასე ვიტყოდი რა აზრზეა, არაფერს მე არ ვიბრალებ. ეს არ არის ნორმალური სუბორდინაციული წყობა, თუნდაც უწყებრივი მიმართულებით თუ გინდა ინსპექტირებას და რასაც გინდა ეს ყველაფერი დაუქვემდებარე. ჩემთვის არის მარტო ამიტომ მიუღებელი ეს კანონი. იმიტომ რომ თუ კონტროლის მექანიზმი დგება საზოგადოების საფრთხეებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში უშიშროებას უნდა გქონდეს ეს ფუნქცია დაიწყოს გამოძიება. პროკურატურის ზედამხედველთან ერთად. აი ესე უნდა მოხდეს ეს კანონი ასეთ რაღაცას ცნობს და ამათ ვერ გაუგეთ. ჯერ ბიჭო კანონებს წერენ ფურცელი ნახევარი, 2 გვერდი, 3 გვერდი შევთხარე დედა თქვენს ეს კანონი. დინარაძეს რო დაჭირდა ტრაკის გამოსახუცად. რა კანონი ჯერ რომელ კანონზეა ლაპარაკი საზოგადოებაში გაიტანეთ, ბიჭო ხალხში გაიტანეთ, ვინმეს დაადგით, ანახეთ, თუ რატო უნდა კონდეს ამას კანონის სახე? რა ილუზია ისეთი რომ ამას კანონის სახელი ერქვას. ეს არ არის კანონი. ეს არის კომპრომეტაციის ელემენტი, ასე მინდა, ასე გავაკეთებ. და მე ადგება და ვიღაცა ყლიშვილი გამოვა და იტყვის რომ შენ ამასთან არ მიწერა, ისედაც შეუძლიათ ეს გააკეთონ. ისედაც შეუძლიათ გააკეთონ. მაგრამ ეშინიათ ეს არ მოხდეს უშიშროების სამსახურების სახელით და ამიტომ უნდა გამოვიდეს ვიღაცა გასტუკიანი ყლე იუსტიციის სახლიდან, უშიშროების დავალებით შევიდეს ვიღაცის ორგანიზაციაში და თქვას რომ აი შენ ახარ იმის აგენტი, შენ ახარ ამის აგენტი, შენ იმის პროჭი ხარ, ამის პროჭი ხარ, რომელიც წინასწარ იციან ვინ ვისი ტრაკია და ვინ ვისი პროჭია. თუ არა ამდენი წელია 2016, 2017, 18, 19 წელი საქართველოში ვიცხოვრე როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა. თავმჯდომარე, ასე ვიტყოდი, ხო? და გულახდილად გეუბნებთ რას, იცი? მე აკაციშვილი შემოსვლის არ მეშინოდა. ჩემ ორგანიზაციაში არ მეშინოდა. იმიტომ რომ ჩემს ორგანიზაციაში დაფინანსება განა იმას კი არ ვიტყოდი რომ არ მინდოდა, როგორ არ მინდოდა ელემენტარული 20 და 30 თეთრი არ ქონდათ ბიჭებს რო ეყიდათ ავტობუსის ფული პროკურატურამდე წასულიყვნენ საჩივრები დაეწერათ ამ დედამოწყრულებისთვის ამგენისთვის. თუ იწერებოდა თუ მიდიოდნენ ფეხით რა შედეგი ეძლეოდა დღემდე. რთულია ამ ყველაფერზე ლაპარაკი მარტივი არ არის რა თქმა უნდა რა. ვინ მოგცემდა ჩვენ დაფინანსებას? ვინ? ქართული ჯარის გაძლიერებას რო ვითხოვდით, საზოგადოების ფსიქოლოგიურ დაცვას რო ვითხოვდით, დემოკრატიულ ჩართულობას რო ვითხოვდით პარლამენტში და ოპონირებას ამას, ვინ მოგცემდა ბიჭო ჩვენ ამის უფლებას? დაფინანსებას მოგცემდნენ კი არა და
ფეხი როგორ გამოეკრათ და ხიზირში როგორ ფსამდით, იმას ითვლიდნენ ეს დედამოწყნულები ეგენი. ქართული ოცნება ამათი დედაშევეცი ესენი თუ ვინმეს გგონიათ ნაციონალურ მოძრაობაზე რამით უკეთესია ძალიან მაგარი ცდებით, მაგრამ დღეს იმ ეგრეთ წოდებულ მიტინგებზე იქ რაც ხდება, ესე არ ხდება. ქვეყნის სასარგებლო რაღაცების გადაწყვეტა და გაკეთება. ვინ არის ამ ყველაფრის სათავეში? რატო უყურებ ნიკა გვარამიას? ნიკა გვარამიას დედასარშევეცი პროკურორი არისო? იმის უფროსი არისო? დღეს ხელი როგორ უტყლაშუნეს თავში იმ დედამოწყნულს მდინარაძის? გერმანი და მერე ადეიშვილი? აუმელი ევროპა. აქედან მინდა უთხრა კიდე იმას, რა ქვია, ელისაშვილს, კაი ბიჭად რომ მოაქვს თავი, მაგ დედამოწყნულს და ვითომ ევროპის გულისთვის საკუთარ დედას რო ტყნავს აერში. შენი დიშვილი რო შეტენე იქ შენ თანაპარტიელთან, ქართულ ოცნებასთან კოლაბორაციონიზმში რო გახადე ისა, რა ქვია, სახალხო დამცველი. ეს ევროპული ქმედება იყო შედედამოწყნულო? საცემი კი არა ხარ, დედა გაქვს, მოსატყნავე იმითი, რა ქვია, დოპლერის მეთოდით, მაგრამ შენ კაცი მითხარი. რომელიც ფიზიკურად კი სიტყვიერად ვინც აგისრულებს იმას, რასაც მე ვლაპარაკობ, კაცი არ მოიძებნა შენ ირგვლივ იმ პარლამენტში ტრაქს რო ათამაშებ, ვინმე დაგისვა შენ ეს შეკითხვა. შენ არა, შენ მაგას არ უყვა, შენ ყოფილი იმას, რა ქვია, ყოფილს რო მე ერთად რო მღერით და ცეკვავთ და დინარაძე არ იყო ის რომ მღეროდა, ვინ ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამამ და რაღაცა ყლეობები. თქვენ ერთად აგერ კამერების წინ ხოცავთ ერთმანეთს და მე მიდიხართ და იძახით რომ გული გაუპოს დანამამ, ვინ ჩვენზე ცუდი რამე თქვას. ეგრეა. ძალაუფლება არ ყოფნით და ეხლა იწევლებით კიდევას, თქვენი დედაშევეცი. კიდე ერთხელ გულახდილად გეტყვით და მოგიწოდებთ ყველას, რომ ქაოსი ქვეყანაში მიდის, უდაოდ მიდის, მაგას ვერავინ ვერ დამალავს და ეს არის დებუში და მე არ ვიცი ახლა რადონის იმაზე იმყოფებიან, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამათმა მუხტის ასაწევად დაიწყონ სისხლის ღვრა. ის იარაღი, რომელიც 2008 წელს ჩვენ მოგვპარეს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს მოგვპარეს ამ დედამოწყნულებმა, ახალაიებმა და მისმა მოდგამამ, ამათი დედაშევეცი, კეზერაშვილებმა და ამ ნაბოზრებმა, საბრძოლო მასალა ჩვენ ოფიცრებს და ჯარისკაცებს მოგვპარეს და ჩამარხეს მიწაში. და ახლა მოიღებენ აგერა მიწიდან. და გამოიყენებენ ქართველი ხალხის და ერის წინააღმდეგ, თქვენ რა გონიათ? ეს ლევანა გაბუნიები, ეს მასტერები, ეს სხვა დედამოწყნულები, აბა თქვენ რა გონიათ? იგენი რას ემსახურებოდნენ? და რომელიმეს გააქვთ ილუზია, რომ ესენი ციხეში როზიან იქ როგორ ზიან და როგორ იხდიან საკუთარ სასჯელებს? მე არ გამოვრიცხავს, რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ. ეს არის შტურმები და წკენავ-წკენდო დედოფალი დაურსულდა, ხო გაგიგონიათ რა. აი ესეთი მომენტი ვითარდება. თქვენ ძალიან ბევრ დაძინებულ მკვლელს არ იცნობთ. აქეთ ქართულ ოცნებას მისი მკვლელები და ყოფილი ფაშისტები ყავს, კობაია კობალაძეები და ჩათალახები. ჩვეულებრივ მკვლელები არიან ეგენი. და იმის იმედით, რომ თუ ამ მკვლელებმა დაიწყეს თავიანთი საქმე, ამ მკვლელებს დაუპირისპირებენ ცნობილ მკვლელებს რა. ვისაც პრაქტიკაში გამსახურდიას დროს გაკეთებულია ქართველი კაცის მკვლელობა. აბა თქვენ რა გონიათ? აბა თქვენ როგორ გგონიათ? თქვენ რა გონიათ, რომ ესეთი რაღაცა შესაძლებელი არ არის? ეს ამიტომ ეს სცენარები დათვლილია წინასწარ, ქართველს როგორ დააჯახონ, ქართველის სისხლი, ქართველის ხელით როგორ უნდა დაიღურეს, ეს დაწერილია ეს სცენარი უცხოეთში. ყველანაირად ეს სცენარი დაწერილია. საქართველოს რეალურად ჭირდება ის ადამიანები, რომლებიც გაატარებენ სამართლიან პოლიტიკას. ამ ადამიანებს ხელისუფლებაში დღესდღეობით არავინ არ მოუშვებს. God in heart. არ ვიცი ახლა ამ კაცს რა უპასუხო. დათოე ალბათ დათოიას დაწერა უნდა და არ ვიცი რა ვქნათ რა
გვეშველება. რა უნდა გეშველო შენ შედედა მოტყნულო საკუთარი სახელი და გვარით ლაპარაკი ვერ გაგიბედია. და მე რო გითხრა შენ რა უნდა გეშველო შენ იმის გამკეთებელი ხარ? ჩვენ უნდა გამოუტანოთ განაჩენი ესეთ ადამიანებს რა, ვინც კუთხური ეთნიკური ნიშნით პირველ რიგში იწყებს საქართველოს დაყოფას და მათ შორის არის ეს ახალაიები რა. ჩვეულებრივ ქვეყნის მტრები და მკვლელები კაცო. როგორ შეიძლება მე მეგრელებთან გავაიგიო იზორია და ახალაია, როგორ შეიძლება ვთქვა რომ ეს ორი წურბელა არის იმ სამეგრელოს შვილები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე თბილ გულს ატარებენ. და ვინც მე ამაში დამდებს ბრალს, რომ იმიტომ ვაგინებ იმას ახალაიას და იზორიას, იმიტომ რომ მეგრელები არიან, იმათ დაცმოვთან კიდე რა. ძალიან ბევრი მეგრელი მეგობარი ძმაკაცი და ახლობელი მყავს და ქართული ისტორიის უარყოფა ქართულმა კაცმა მეგრელზე საერთოდ რამე ცუდი თქვა, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომ ეს სეპარატისტული როგორ გითხრათ, პარტიზანიზმი იქ ტრიალებს ზუსტად ამიდან გამომდინარე. ვის აქვს სამეგრელოში დაწყებული ესეთი სეპარატიზმი, დაწყებულია გიზორიას ბიძას. დაწყებულია ახალაიას მამას და საიდან ფინანსდებოდნენ ესენი? აქედან დაიწყეთ გამოძიება თქვენი დედაშევეცი თქვენი. საიდან აქვს ბიჭო მამუკა მდინარაძეს 4000 ლარიანი და 5000 ლარიანი კი არა დოლარიანი ესე რა ქვია მოკასინების ფეხსაცმელების ჩაცმის ტრაკი აი ჩვეულებრივ ძალიან უბრალო შეკითხვას ვსვამ ხო საიდან აქვს აი ქართულ ოცნებას მეუბნები გამჭვირვალობაზე რომ იდგება ლაპარაკი თქვენი დედა მოვთხარ საიდან აქვს თქვენი მინისტრს იზორიას ერთი სახლის ორი სახლის სამი სახლის მეოთხე სახლის მის სიდედრზე მეხუთე სახლის მის სიმამრზე მეექვსე სახლის ირანის ელჩზე გაქირავების ტრაკი ბიჭო არ ქსიამოვნებთ სიმართლის ლაპარაკი აქედან დავიწყოთ გამჭვირვალობა თორე იქ ვიღაცა ორგანიზაციაში რაღაცა დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან იმაზე დიდი პრობლემა არ არის ვიდრე თქვენ ბიუჯეტს აზიხართ და ფატრავთ საიდან ქონდა იზორიას მისი მუტელი ცოლის აი ახლა ვიტყვი აგერ მანჯგალაძე ლანას დანიშნვის ტრაკი ნავთობისა და გაზის კომპანიაში რომელიც ვამხილე დღესაც ვამხელ მაგის დედაშევეცი დაცვის სამსახურის უფროსად ყავდა მისი მეორე მუტელი ცოლი დანიშნული და ახლა თუ მისმენს მაგის დედას შევეცი პირში გაგინებ, რატო გაგინებ, იცი? იმის მაგივრად მე რო ეს განცხადება გავაკეთე პროკურატორს დაეწყო გამოძიება, კაცი მომიგზავნენ 10 კაცს დაგისაქმებთ, ოღონ იზორიას ცოლს არ შეეხოთ. იზორიას ცოლს უნდა მისცეს, ახლა მთელმა ერმა პირში. უნდა ჩამოათრიოს ეს დედამოწყნული გერმანიის საელჩოში, კაროშნა დროზის იქ და გომელაურის შვილს რომელიც იქ სექსუალური სკანდალის შემდეგ გადამალეს იქ თავშესაფარს რო აძლევენ საქართველოს საელჩოში გერმანიაში უამრავი ქართველი გერმანიაში მათხოვრულად რო ცხოვრობს და მარტო იმიტომ რო არის გერმანიაში ეს დედამოწყნული იზორია რომ კობახიძე რო ჩავა იქ ქართველები ჯერ ვინც კობახიძეს ტაში დაუკარით ყველა თქვენი 50 ლარიანი 50 ევროიანი ნაბოზრის დედას შევეცი სათითაოთ ბიჭო 50 ევრო გადაიხადეს, აი უნდა იცოდეს ეს მთელმა საქართველომ, რომ ეს მათხოვრად დაგდებული ტიპები ვინც არიან უსაბუთოდ ევროპაში იქ მივიდნენ და კობახიძისთვის ტაში დაეკრათ, რომ შოლცთან შეხვედრის დროს კობახიძე მივიდა და კაროჩე იქ თემა გააკეთა და 50 ევრო საქართველოს საგარეო დაზვერვის ბიუჯეტმა გადაიხადა მათი ფული. რო ამყლებს, მე დაელია და ეჭამათ და რაღაცა, ნუ მათხოვრები რა, მოღალატეები თავისი ქვეყნის. აბა ვინ გინახიათ დღეს ბიჭო როგორ შეიძლება ემიგრაციაში წასული კაცი როგორ შეიძლება ემიგრაციაში წასული კაცი ტაშს უკრავდეს კობახიძეს და მის პოლიტიკას ეს არის იზორია ასე ინარჩუნებს იზორია მის კრიმინალურ თანამდებობას იქ და იზორია არის ამ იზორიას უნდა დავარქვა მე მეგრელი რისი მეგრელია ამის სეპარატისტი დედაშევეცი ნებისმიერი მეგრელი თვითონ ამოაჭრიდა გულს ამ დედამოწყს მაგას და ახალაიას ერთად ლაპარაკობ ამ სიმართლეს ვალდებული ვარ რომ ვილაპარაკო ვისაც არ მოგწონთ ნუ მოგწონთ და ნუ არ მჭირდება არავის ის რა ქვია აქ იმის ლაპარაკი რომ ამის თქმა შეიძლება და ყველაფრის თქმა შეიძლება სამწუხაროდ დღეს ყველაფრის თქმა მოსულა რა და სიმართლის თქმა მით უმეტეს თუ ვინმეს ამის ტრაგი გააჩნია ვინა ხარ რომელი თქვენგანია ისეთი ვინც გამოა თუნდაც ქვეყნის შიგნით მე არ დამკლებია ქვეყნის შიგნით ლაპარაკი და ვიტყვი აგერ ამათ რო
მინისტრთა კაბინეტებში უვარდებოდი წიხლი თქვენ უამრავი მათგანი ვინც ჩემ კრიტიკაში დგას ახლა ჩემ კრიტიკაში ტრაქში იმალებოდით და თქვენისაში 10-15 კაცი თუ ახერხებდა ჩემ კომპანიონობას 10-15 ადამიანი და გარემოცვილი უშიშროების ბრიგადებით და სხვერპლის ქვეშ იყო ყველა დაყენებული ესაა რეალობა საქართველოს ისტორიას ყოველთვის რამოდენიმე ადამიანი წყვეტდა და ყველა ცდილობთ იმას რომ ხელი შეგეშალათ იქ ვინც ახართ ეგრეთ წოდებული სუსის ნასეტკები და როგორ არის ეს სისტემა გამჯდარი რომ ვინმე ხმა არ მოიყოს ვინმე სიმართლე არ თქვას მიესწევით კაც და დედასუტირებთ ოღონ სიმართლე არ გაჟღერდეს ოღონ სიმართლე დასამარდეს ახალაია გაათეთრეთ ეხლა ახალაია გამოიყვანეთ სადახარ ნიკა გვარამია შენ დედა შევეცი გამოდი და ილაბარაგე რომ ახალაიას მხარდამჭერი ხარ გამოვიდეს ის ყლეთავარო არის ის ნიკა ნორმელია და თქვას რომ მისი პარტიის ერთ-ერთი თანამებრძოლია ახალაია რა პრობლემაა თქვენი მკვლელი არ არის მიეცით ფართო ტრიბუნა მაგდედა მოწყნულს ყოველთვის ესეთი საუბარი იქნება და ყოველთვის იქნება თქვენი კოლაბორაციის მხილება რო გამოვიდა ღარიბაშვილი და იძახის ის დავწვიო რა ქვია მასალები გავანადგურეო ემისიო მამის წინროშვილი გააუპატიურეს ახალაიების მეთი რა ქვია რეკომენდაციებით და ჩაწერეს ვიდეოზე ქუთაისის ციხეში მამის წინ ესეთი თქვენ არიცით ბევრმა მაგრამ ეს რო უნდა იცოდეთ რომ ქუთაისის ციხეზე პატიმარი მამის წინ მისული მცირეწლოვანი შვილი დააბეს მერხზე და გააუპატიურეს და გადაუღეს ვიდეო და ამ კაცს აი ეს წარბები აუკერეს იმაზე რა ქვია ქუთუთოები აუკერეს წარბებზე რომ ეს ყველაფერი ეყურებია და აი რითით კბებოდნენ ესენი ეს დედამოწყნულები და მოვიდა და იმან რა ქვია ღარიბაშვილმა ეს ვიდეოები თურმე გაანადგურა მეტი მე მაგის ცოლში შევეცი პირში მაგისას მე და მაგის ფარულ მარდამჭერებს კიდე კი არ გაანადგურა უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას აუგორა პასი და იქ ეს რო საჩვენებელი ის რო დადგეს რა ქვია სცენა რომ აი ჟურნალისტებო მოდით და შეხედეთ რა გააკეთეს და როგორი რაღაცა იყო არაფერი არ მომხდარა წესიერ ქვეყანაში ჩვეულებრივ რა მოხდებოდა იცი წესიერ ქვეყანაში სასამართლო ვინ ჩემი ყლე არის ირაკლი ღარიბაშვილი მაგის დედა შევეც სასამართლო უნდა არსებობდეს ქვეყანაში ტრიბუნალი უნდა ტრიბუნალი განაჩვეულებს სასამართლო სხვა ტრიბუნალი სხვა საზოგადოების მცნებაში სოციალურ პრობლემებში და გონებაში ეს არის სასამართლო და ტრიბუნალ შორის არის დიდი სხვა მე არ წაყვები მაგას რა ესენი უნდა გაესამართლებია სამხედრო ტრიბუნალს იმიტომ რომ ეს იყო სახელმწიფოებრივი დანაშაული გამოეტანა ტრიბუნალს განაჩენი რომელიც შეწყალებას გადახედვას გასაჩივრებას არ ექვემდებარება არც ქვეყნის შიგნით არც ქვეყნის გარეთ და მიესაჯა ამათთვის როგორც და რანაირადაც ეკუთვნის იმის მიხედვით სასჯელი. აბა მერე თუ გაბედავდა ვინმე რამეს ტრიბუნალი ვინ გააუქმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გააუქმა მიხეილ სააკაშვილმა და მოსულმა ქოცებმა ამაზე რომ ლაპარაკობდი რომ ტრიბუნალია აღსადგენი ქვეყანაში უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა მიდგომა ტრიბუნალის წევრებს უნდა ირჩევდეს საზოგადოება. ეს არ უნდათ. ეს არ უნდათ, გესმის? ამათ უნდათ აბსოლუტურად სხვანაირი რაღაცა რა. ამათ უნდათ 4 წელიწადი ხელისუფლებაში რომ მოჯდებიან სიწყნარე და 4 წლის მერე ისევე ასარჩევად რო არიან ეს დაბოზრები უნდათ, მერე აყალმაყალი, ჩვეულებრივ აყალმაყალი უნდათ. და მერე ისვენებენ რომ ხალხი გაღიზიანდება და გადაწყვეტს რაღაცას აი საზოგადოება ამის წინააღმდეგ აი ამას მიუცენ ხო ახლა თქვენ რა გგონიათ რა აი ეს ნაბოზვარი ახალაია რო გამოვიდა ვის წისკვილზე დაასხა ამან წყალი დაასხა ქართული ოცნების წისკვილზე ქართულ ოცნებას დიდი ხანი ცოცხალი ჭირდება ეს ჯალათი ჩვეულებრივ ჰიჩკოკის ფილმებში არ არსებობს ესეთი
საშინელება, რასაც ეს ლაპარაკობდა. აი ეს მიწერს ეს გამოყლევებული რაღაც gold in heart. ეს არის ჩვეულებრივი უშიშროების ნაბუზვარი, კაცი რომელიც შემოდის ესეთ რაღაცაზე 300 ლარს უხდიან, რო იცოდეთ რა. შეიძლება ფული გაბონდა და აუციეს ალბათ 450 საძლევი. შენი დედა მოთხარ შენ. და წერს იმას, რომ აი რა ცუდია და რა საზიზღარია რო სიმართლეს ლაპარაკობ და მე მიწერ სამხედრო გენი. სამხედრო გენი ეგ დოპლერის მეთოდით არის შენი უფროსები მოსაწყნავი, შედედა მოწყნულო, მაგრამ არ დამცალდა მაგი ჩემ ქვეყანაში. იმიტომ რომ მოღალატეებით იყავით ყველა სავსე და მტრებით იყავით. ხო, რა იციო რომ ისაო რა ქვიაო აგენტი ვარ და ფულს მიხდი ამო და ასე შემდეგ. რა თუ მაგას ცოდნა რა თუნდა. უბრალოდ ახლა მე არ მინდა ამას დიალოგში გავყვე ჩვეულებრივი ფინანსური დოკუმენტები არსებობს გამჟღავნებული სუსის ფაილებიდან, აი ამათი მოღალატე დედა შევეცი მე რამდენი და რანაირი ერიცხება. და ნებისმიერი სახელმწიფო როცა უნდა შეიცვალოს, ხო ეს დოკუმენტები არ იცვლება, მინდა გითხრათ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოქვეყნდეს. მიტო ვარ მე ლუსტრაციის მომხრე. ხო, ახლა მაგინე რამდენიც გინდა შენ დედა შევეცი მე ალალია შენაირი ახლებზე მე კი ვიცი რაც, მაგრამ აი რო ქვეყნის კაპიკები თქვენაირი ნაბოზრების ხელში ტრიალებს იმისთვის რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება და მოატყუოთ საზოგადოებას. ეგ არის, ეგ გააღიზიანებენ კაცს და ესენი ხო პიდარასტები არიან, მაგრამ ისინი უფრო დიდი პიდარასტები იყვნენ და მოდი ამ პიდარასტებს მივცემ ხმას, იმიტომ რომ რაღაცა დილემის წინაშე, დილემაში ჩავარდნილი კაცი რაღაცა გამოსავალს, მაინც თავის თავში ფიქრობს რა, ეგ ჩვეულებრივ ინსტინქტის დონემდეა და ასე არ შეიძლება წესით რომ არ შეიძლება არჩევანის პროცესში ქართველი კაცი ნებისმიერი ფორმით იყოს ინსტინქტის დონემდე დაყვანილი. არ არის ეს ფორმა, რომლითაც მიიღწევა ქვეყანაში დემოკრატიული გადაწყვეტა. ქვეყნისთვის არ არის უკეთესი მაგას ვლაპარაკობ. ეს ეყავთ გამოყვანილი ფორმულა ჩვენი ქვეყნის ყოფნისა და არ ყოფნისა. სამწუხაროდ ასე არის ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ამას ვერ ცვლის ვერავინ არ მოხდა ამ ყველაფრის ცვალებადობა, იმიტომ რომ ნუ ეს პროცესი ამართლებს რა, ან მონობა, ან სიყვარული, ან ემიგრაცია, ან დევნა, ან გაუბედურება და ასე შემდეგ რა. და ამას თუ მიაღწევენ, ეგ არის რა. значит მიღწეული აქვს ყველაფერზე და გადიან ბოლოში რა. ამის თქმა მინდოდა მე. დანარჩენი ახლა თქვენ ახართ აქ, შემოკარგებო, გადაწყვეტეთ ყველაფერი, რამდენჯერაც გამოაჩენენ აი ამ საფრთხობელებს. ახლა მეგიზა ქარდავა გამოვა მალე და მეგიზა ქარდავა ილაბარაკებს რა ცუდ არის კანონები და კანონი კიდე ერთხელ ვიტყვი რა, გავიმეორებ პლატონის სიტყვებს. რა შევქვათ მინდა კანონი, როცა ნაძირლებიზიან ხელისუფლებაში. გავიმეორებ ამას და რატო გავიმეორებ? იცი, ანტიკური დროიდან დღემდე არაფერი არ შეცვლილა. და კიდე რამდენ შავ ტიპს გამოაგორებენ, რამდენ შავ ტიპს ამოთხრიან მიწიდან. ოღონდ ალტერნატივა არ გაჩნდეს მდინარაძის. ოღონდ ალტერნატივა არ გაჩნდეს ელისაშვილის. ოღონდ ამ გენის დედა შევეცი მე. აი ამ გენის ვინც არის იმ პარლამენტში ყველას იქ კაცი არ არის ნორმალური. არ შეიძლება იქ კაცი ნორმალური იყოს და სახე კონდეს ადამიანის. როგორ შეიძლება ბიჭო ინჯგიას პატრონებმა, აი მარტო პროტო შეხედეთ, მარტო ახალაიაგი არაა კაცო ბრალში. ახალაიას ნაირი ეგენი არიან ჩვეულებრივი ხროვა რა მოღალატეების. ეს ინჯგიას უკან ეს ხიდაშელი და ეს ხიდაშელი კი არა ის რო დგას რა ქვია ბოდიში თქვენ და ინაშვილი და ტრაქფხალმოურავი როა რა საკუთარი თავები დახატეს ხატებზე და შეგვტენეს წმინდანებად ამგენის გიჟდედები მოვტყან. ეგენი ამგენს უნდა ენდოს ქართველი კაცი? ქართული ოცნება რაღაცას იტყვის, ესენი აუბამენ მხარს დაუჭერენ მხარს რატომ არა, აგერ თავისი კოტა ყავს. ყველაფერი ძალიან მცირე არითმეტიკულ იმაშია დათვლილი და თქვენ რა გონიათ, ეხლა მართლა გგონიათ ის რომ ამათთვის პრობლემას წარმოადგენს გაიყოს საქართველოს ინტერესები? ყველაფერი ციფრებშია დაანგარიშებული ბიჭო. რა პრობლემა არის? საგინებელი რატო არის ახალაია საგინებელი? იმიტომ რომ ამათმა მისცეს საშუალება იმისი რომ საგინებელი იყოს. სანამდე ახალაიას ჩვენ ვაგინებთ, ხო? მანამდე ივანიშვილი არის აგერ ამოსუნთქული, აგერ ტრაქფხალმოურავი ამოსუნთქული, იქეთ გირჩი ჯაფარიძე ამოსუნთქული და ეს ნაბოზრები რა. ქართველი ერი ამაზე მეტად როგორ უნდა გაირყვნეს და როგორ უნდა დაეცეს.
რომ ქართული ჯარის მტრები პარლამენტში შეუშვეს და ქართული ჯარის მტრებით ითხოვდნენ კიდე ერთხელ ვიტყვი რა, კიდე ერთხელ ვიტყვი ამას და ვადასტურებ ამას. ქართული ჯარის მტრებით ითხოვდნენ ემას საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლას ეს ჯაფარიძეები და ისინი დედამოწყნულები ესენი და ვის რა უნდა ეშველოს ამის მერე და რომელ არაკონსტიტუციურ აგენტურას უნდა ეომონ პარლამენტის გარეთ, როცა აგენტები და მტრები შიგნით უზით. აგენტები და მტრები უზით შიგნით. ვინ აბედავს რომ ისა ილაპარაკოს გამჭირვალობაზე დედამოწყნულმა იზორიამ მილიონი დამალა და $1000 იმაში გადაიხადა რომ თითქოს არ მიუთითა ყველაფერი დეკლარაციაში. $1000 გადაიხადა დეკლარაციაში სიმართლის დამალვის გულისთვის და მილიონი შეჭამა. აი ეს ყლე აგერ წერს, აგერ წმინდა სტალინიო რა. თქვენთან შედარებით ნამდვილად აგერ ახლა შემიძლია გულახდილად გითხრათ რა, შუაგულ საფრანგეთში ვცხოვრობ და არ არსებობს ქალაქი პარიზის ჩათვლით, სადაც სტალინგრადის ქუჩა არ იყოს, შედედამოწყნულო, უშიშროების ჩათლა ხო, აი ვინც რაღაც ყლეობებს რომ იწერ რა. თქვენ იცი რატო იყო თქვენგან შედარებით ეს კაცი წმინდანი, თქვენგან შედარებით რა. თუ წმინდანებზე ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს რა, როგორი უნდა იყვნენ და ვინ უნდა იყვნენ. იმიტომ რომ თქვენნაირებს ხო აღმაშენებელს რო ქონდა მეთოდი ტრაქში სარის გათხრით და პირში რო ვავიდო და ის არის და ისე კიდებდა რა, საჯაროდ აი ესე გიტყნავდოთ ყველას დედას რა. ამიტომ ქონდა დიდი სახელმწიფო. და არა იმიტომ რა, თქვენ რო გეგინებიათ, ცუდია სტალი და გვამს რო ებრძვით. გვამიც აღარ არის რა, კაცი დაფერბლეთიზე დამარხეს. ეგ არის რეალობა. ეს არის რეალობა, არ არის რეალობა, არ არის რეალობა. არ იყო ივანიშვილზე წმინდანი სტალინი? არ იყო ხიდაშელზე წმინდანი სტალინი? არ იყო სააკაშვილზე მეტი წმინდანი? როგორ არ იყო? იყო. იმას იდეა ქონდა, ებრძოდა იდეის გულისთვის და თქვენ იდეა, თქვენ დედამოწყნულებო, თქვენ იდეა რისი გაქვთ? მარტო იცი, საკუთარ იმაში არა გაქვთ რა იდეა რა. საკუთარი ოჯახების ბიუჯეტად გახადოთ ქვეყნის ბიუჯეტი რა. აი ეს არის რეალობა რა. ეს არის ერთადერთი სიმართლე. თქვენ ებრძვით მიცვალე, თქვენ ხართ მაგარი მიცვალებულებთან ბრძოლაში, თქვენ ხართ მაგარი საკუთარ დაჩმორებულ მონათქცეულ ხალხთან მიმართებაში ხართ მაგარი, თქვენ მარტო მაშინა ხართ მაგარი 500 კაცი რო გიცავთ და იმუნიტეტი გაქვთ რაღაცა საპარლამენტო და რა. აბა თქვენ მარტო თქვენ თქვენი სახელით და გვარით არა ხართ მოლაპარაკე თქვენი დედაშე რაო ნიკოლოზ მჟავანაძე გუშინ კობალაძეს აქებდა გადაცემაშიო. არ ვიცი, ვერ გეტყვი. უჩა დუალი. ბატონო უჩა, მე მაგის ეთერების მყურებელი არა ვარ, არ დაგიმალავ, მაგრამ რამდენადაც ჩამიგდეს დედის ტრაკის გინება იყო მაგისი ეთერიდან კობალაძის და მისი ხუიოვა სასტავის რა. არ დაგიმალავ, აი ესეთი თემა იყო. არ მომისმენია, ვერ მოვიტყუები მაგას, თუ მაგის თამაში დაიწყო ამ ადამიანმა, ხო? მე არ ვიცი, მე ვნახავ ამ ყველაფერს, მე წინასწარ ყველაფერს ვერ გადავცემ აქედან, მაგრამ მე ამას ყველაფერსთან მიმართებაში ჩემი აზრი მექნება რა და როგორ და რანაირად. იმიტომ კობალაძე არის ჩვეულებრივ ქვეყნის მტერი, ჩვეულებრივ მოღალატეა, ჩვეულებრივ პუჩისტია, ჩვეულებრივ სამეგრელოს ამაოხრებელია და ქართული ოცნების ჩვეულებრივ ოყნაა და ცუდი შვილის გამძლელი მამაა, რომელმაც უდანაშაულო კაცი ლამის მოკლა და იმის მაგივრად იმის კაცობა ყოფნოდათ, რომ ყრელობის მცდელობისთვის ჩამჯდარიყო მისი შვილი ციხეში, მამამისის წყალობით წვრილმალი ხულიგლობისთვის ჩაჯდა ციხეში. დიდება საქართველოს ნამდვილად, გენაცვალე ჯიგარში. აი ამის თქმა მინდოდა მე. არჩენ ეხა რა ვიცი ეხა. დიდება უფალს. მოგესალმებით აზერბაიჯანი. გაგიმარჯოთ. მე არავის მიმართ
ვინც იგინება აქ რატო არ ბლოკაო რა. და რა ვქნა ჩემ მეგობარო, მე გულახდილად გეტყვი, ერთი კაცი ვარ, 1000 ხელი არ ამაქვს და ამ წუთას მე ვერავის ვერ დაბლოკავ, მაგრამ გარკვეულწილად შეზღუდვის ქვეშ მყავს ყველა ის, ვინც გულახდილად გეტყვი, ნაცმოძრაობაზე გადამკვდარი ფანატიკოსია, ხოცებზე გადამკვდარი ფანატიკოსია. აი ესეთ ადამიანებს გამუთმებით ვამყოფებ სრული შეზღუდვის ქვეშ, იმიტომ რომ აი მართლა პრობლემად მიმაჩნია დღეს საქართველოში იყო ხოცების და ნაცების მხარდამჭერი. ჩვეულებრივ ღალატად მიმაჩნია რა. რუსულად წერეს აფხაზია, სამაჩაბლო და გრუზია. და კი ბატონო, ნამდვილად არც არავის არ შეპარვია ჩემო კარგო მაგაში ეჭვი. ჩვეულებრივ ადამიანებმა რა, ამ პუჩისტებმა, მკვლელებმა ჩვეულებრივ იმას ქნეს, ისარგებლეს მაშინ ქართველი ერის მდგომარეობით დღესაც ანალოგიური სიტუაცია მიდის. გაყოფა მიდის საქართველოში ხელისუფლების რა. და უცილებლად ყველა იცის საითკენ ემზადება, აი 2008 წელს რო ტყვია წამალი მოგფარეს, აი მაგის გამოყენება უნდათ ქართველი ერის წინააღმდეგ რა. რომელ ქვეყანაში ხარ და რა ვიცი ჯიგარო, ეხლა მე ჩემ ისტორიას ხო ვერ მოგიყვები, საფრანგეთში ვცხოვრობ. მონიჭებული მაქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი და მფარველობა ამ ქვეყნის მიერ. ბევრჯერ ვილაპარაკე და ეხლა ამ შეკითხვას მე არ დაუბრუნდები რა. კიდე ერთხელ ვამბობ. ჩემი არსებით, ჩემი სისხლით და ჩემი ხორცით მე, როგორც დავით ნემსაძე, საქართველოს მოქალაქე, ჩემი ქვეყნის ოფიცერი და დისიდენტური წარსულის ადამიანი რა. მე არ გავქცეულ ვარ, იმიტომ რომ ქართული ოცნების და მისი მარიონეტების შიში მქონდა. ჩემი მიზანი იყო ამათი მხილება. არაფერი ჯიგარო, არაფერი არ გიკითხია, ჩვეულებრივ გიპასუხე მეც, უბრალოდ ვინც მოყვება ამ გვერდს, ვინც იცის რა როგორ ანაირად მე ამაზე ხშირად ვლაპარაკობ. ხო, აი შეხედე სალომე ზურაბიშვილზე რა აზრის ხარ ეს მეკითხება რა უშიშროების ბოზი. ნახე? სალომე ზურაბიშვილზე რა აზრისა ვარ. ესე იგი, ახლა უნდა ამის ნახე რა პროჭები არიან, ბიჭო. როდის დამიმალია ჩემი აზრი სალომე ზურაბიშვილზე, შენ დედას შევეცი მე, შემართლა უშიშროების ნასეთქა. როდის მიმიღია სალომე ზურაბიშვილი ზოგადად ქართველად, საკუთარი ენის არ მცოდნე საზიზღარი ქმნილება, რომელიც თქვენ ქართულმა ოცნებამ მოიყვანეთ, დანიშნეთ ხელისუფლებაში პრეზიდენტად, დანიშნეთ და არა აირჩიეს და რომელიც არის შეურაცხყოფა ქართველი ერის და ქართული კულტურის. და ეხლა გამოდიხართ და ებრძვით იქ იმის გულისთვის რაღაცა ვერ გაგიყვიათ და ეთამაშებით ქართულ ხალხს და ქართულ ინტერესებს. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას მე საქართველოს პრეზიდენტი არ ყოლია, მე ვფიქრობ რომ არ ყოლია. გმადლობთ თქვენ ბევრი წერს აფიქსირებს თავისას. აი ეს არის ჩემი აზრი სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში. ხო და ისე ძალიან მაინც თუ გაინტერესებს რა, სალომე ზურაბიშვილი იმის მერე უნდა დამთავრებულიყო ყველასთვის, როდესაც მაგალ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და ბავშვის გამოუპატიურებელი პედოფილი შეიწყალა. მაგრამ სამწუხაროდ თქვენ მაშინ დაკავებული იყავით სალომე ზურაბიშვილის უკანალში ენის შვებით და ახლა რა ვქნა ახლა სადმე მომიძებნად ერთი ის ჩემი ნათქვამი სიტყვა სალომე ზურაბიშვილი რომიქია, ერთხელ შევხვდი, არ დავმალავ, მარტო არ შემხვედრილი ვარ სალომე ზურაბიშვილს და ისიც მიმიწვიეს, რო იცოდეთ, ეს იყო დახურულ კარს მიღმა სხდომა უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეხვედრას. და მე პირველ რიგში მაგას დაუყენე ესეთი შეკითხვა, რომ რატო არ რეაგირებდა როგორც მთავარსარდალი, რომ ხიდაშელის დროს სამხედრო ბაზაზე მოხდა ბავშვების წამება და ამის ვიდეო მტკიცებულება და ფაქტები მქონდა გადავეცი კიდევაც. თქვენ რამე გააკეთეთ? აი ისე ადგა და ისე გააკეთა მაგალმა რამე. დაწყებული იქედან, იმ დღიდან, ეს იყო დაახლოებით 2017 წელი, სალომე ზურაბიშვილი დაწყებული პარლამენტში შემხვდებოდა დამთავრებული სოციალურ მედიაში იქნებოდა თუ
პრესაში ყველგან მყავდა ძალიან სერიოზული კრიტიკის ქვეშ. უბრალოდ ყველა მღვდელს ერთ ქვაბში ხარშავ ხოლმე მეც არ მომწონს რაღაცები ვიცი ეგრე არ ფიქრობ, მაგრამ ცუდად ჩანს. აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, ნამდვილად არ ვფიქრობ ყოველთვის ასე ჩემო მეგობარო, მე მეგობრები მყავს სასულიერო პირები, მღვდლები, მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაგრამ მე ვერც ერთი მათგანი ვერ ამიკრძალავს სიმართლეზე გავაკეთო აქცენტი თუ ვინმე შინია მაგაზე ლაპარაკის, რაც დღეს ქართულ საპატრიარქოში ხდება. ახალაია რო წმინდა გიორგის მედლით ააჯილდოვეს იქიდან იმ ბუნაგიდან საპატრიარქო რო ქვია, ეს ტვირთი მაგათმა იკისრონ და მაგათმა ეს მძიმე ჯვარი ნამდვილად ურთულესი ჯვარი ატარონ მაგათმა, იმიტომ რომ რაც გაკეთდა ეს იყო ყველაზე სერიოზული ხალათი ქართველის დღეს ახალაია ხმას რო იღებს ერთ-ერთი მათგანი საპატრიარქო არის მაგის მკვლელების გამთეთრებელი. რატო? იმიტომ რომ იქაც არიან ადამიანები ვინც ამ სულისკვეთებით ცხოვრობს და მაგიტო. თორე მარტო ერისკაცი არ უნდა იბრძოდეს საკუთარი ერის გადასარჩენად. ეს ვალდებულება არის ქრისტესეული და ღმერთისეული და ადამიანური და ყველანაირი რა. აგერ წერს არ გვეშინია ძმაო, საპატრიარქო არა ბუნაგი, როგორ არ არის ბუნაგი? როგორ არა გეუბნები? მე გეუბნები რომ ბუნაგია საპატრიარქო არის, დღეს მჩვეულებრივ მტრების თავშესაფარია. რას ქვია ბუნაგი არ არის კაცო? აბა როგორ გავიგოთ ის რომ ქვეყანა რო იღუპება, ამდენი ემიგრაცია რატო არ გამოდის საპატრიარქო, რატო არ დგება ფეხზე? რატო არ ითხოვს უფრო მძიმე ღონისძიებების გატარებას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ? ძალიან მარტივ ფაქტს გეტყვი კაცო აგერ. დავით გარეჯი რო გაიყიდა ნახევრად, აი ხო, ჩიჩხიტურის ციხე წაიღეს აზერებმა. რატო ამასთან მიმართებაში არა აქვს მყიფე პოზიციები? ცოტა მოგვიანებით აგერ ბატონს უპასუხოთ ნიკოლოზ მჟავანაძის 15 აპრილს გადაცემა ნახე სეზონი ტივიზე. პირველი საათი და 26 წუთი აქებს კობა კობალაძეს და მადლობას უხდის მაგას. მე ამას ყველაფერს ახლა დავსკრინავ. უცილებლად დავსკრინავ. და მიუხედავად იმისა, რომ მჟავანაძეს ვიცნობ, მე არ მოვერიდებ მის კრიტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ეს ასე იქნება ნამდვილად. გიგლო მწერს ამნაირ რაღაცას რომ მოდი რა იქიდან ულაპარაკობო, ჩამოდიო და აქ ილაპარაკეო. მომისმინე გიგლო, ყლიგლო, რას გეტყვილო მოიცი? ზუსტად და რო არ შევწდე ასეულობით საპროტესტო აქციის მონაწილე ვარ და თუ ბევრი არა 70-მდე აქციის ორგანიზატორი მაინც რა და შენ მე წყალში გაკუებულო იქ არსად არ მინახე ხარ რა. ჩვენ ბიჭებს რო იჭერდნენ, აუბედურებდნენ, ჩვენ რო გვემუქრებოდნენ, გვითვალთვალებდნენ, ჩვენ ოჯახის წევრებს რო პროვოკაციებს უწყობდნენ ქუჩაში და ჩვენ რო თავზე გვესხმოდნენ ფიზიკურად, შენ გამოყლებებულო ბიჭო, მე იქ თუ კაცო თუ არსება, მე იქ არსად არ მინახე ხარ რა. ასე რომ მოდი რა ტრაკს დააყენე, მე საიდან ვილაპარაკებ სიმართლეს და ვის წინააღმდეგ ეგ შენი გასარკვევი არ არის რა. ეს უშიშროების ნასეთქა ნარატივჩიკი რა. აქ რო იყავი სად იყავი? შენ სად იყავი იმ ვეტერანებს და იმ გაჭირებულ ბიჭებს რო უჭირდა იზორია რო 2000-3000 კაცს რო ყრიდა იმიდან ჯარიდან და ანადგურებდა აფხაზეთის სამაჩაბლოს ომის ვეტერანებს, შენ სად იყავი? რატო არ გამოდიე? რატო არ გვიერთებოდი? რატო არ იცნობ სახეზე? აი ძალიან ბევრი შეკითხვა არის აქ. ხო, და ვიღაცა გამოყლებებული გამო მე მამაჩემის გარდაცვალების დღეს პროცესიაში ვერ მივიღე მონაწილეობა. ჩემი ნათესავები დაიღუპნენ. მე იმ პროცესიებში ვერ მივიღე მონაწილეობა და ვიღაცა გამოდის და მეტყვის რომ ბედნიერი კაცი ვარ თურმე უცხოეთში რო ვცხოვრობ. ბედნიერი კაცი ვარ კი არა. მე გულით იმხელა უბედურებას ვატარებ რა და იმხელა ტკივილს ვატარებ ეს ამას სხვა ვერ გაიგებს. რაც მჭირდება ჩემი სევდა მე თვითონ ამა გულში, მაგრამ
ვიღაცა სახელს და გვარს რო ვერ წერს იმისგან რაღაცა კრიტიკას ვერ მივიღებ რა. მით უმეტეს რო ვიცი საიდან არის ეს ყველაფერი გენერირებული. რა არის იცი სამწუხარო? აი გულახდილად გეტყვით უზდელი ხარ და საუბარი ისწავლე. წადი მერე და ძილობიანი ტიპები სად მონახე, იცი? რუსთავი ორის ეთერში მონახე. მონახე გვარამიას ეთერში, მონახე ქიბარახალვაშის ეთერში და იმ რაღაცებს უყურე რატო შემოდიხარ რა? მე ხوار და მიპატიჟები ხარ, მე ხوار გამივალებია შენთვის. წერენ ბევრი შეკითხვებია და ინტერესებს პასუხებია, ყველაფერს ნამდვილად ვერ გავცემ რა. სასურველია. მე ვისურვებდი რომ ჩვენ გქონდეს ხშირი კომუნიკაცია და ბევრი ახლა უსმენს და ბევრი კიდე მერე მოусმენს ამ გამოსვლას, მაგრამ ვინც უსმენთ, ამას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ მე ჩემ აზრს რა. მე მტრებად არც ერთი ქართველი არ აღმიქვია იმის გარდა, ვინც პირდაპირ ეჯახება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს რა. არიან აღიზიანებული ქართველები მე მესმის რა, მაგრამ ბოდიში შეკითხვა დაისვა კობა წერს ალტ-ინფო მთლიანად ოცნების პროექტი გამოვიდა. როგორ შეირგეს და ჩაყლაპეს ოცნების მხრიდან სიურპრიზი. რამდენი შეიყვანეს შეცდომაში და ამ ჩაკუკულებმა. კობა მე მაგაზე ბლოგები მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ძალიან მარტივად გიპასუხებ რა. არ შეიძლება მორგოშიასგან რამე უკეთესი გამოსულიყო. სამწუხაროდ რომ ვიცნობ ამ ადამიანებს, ხო ესეც ისეთი რაღაცის გაგრძელება ეს მორგოშია, იზორია, ახალაია, მორგოშია და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვიღაცამ არ გაბედოს რომ ჩემი ესეთი დაჯგუფება ამ სიტყვათა წყობის ჩვენი ქვეყნის უსაყვარლესი კუთხის სამეგრელოს წინააღმდეგ არ გაიაზროს ვინმე, თორე ვინც გაიაზრებს ამას ყველას დედა შევეცი რა. მოღალატეობრივად და სეპარატისტულად იქნება ეს მარტო გაგებული. მორგოშია არის ჩვეულებრივი მტერი, მე კიდევ თქვი კაცი რომელიც ერთლარად იყიდის ქართულ მიწას და ერთლარად გაყიდის, ის არ შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ისა რა ქვია. გმირი კაცი და თავდადებული კაცი. თავიდანვე პროექტი იყო ამის შექმნა ადამიანმა, რომელმაც საკუთარი შვილის ნათლიები გადაყარა, ნუ ახლა და შეურაცხყოფა მიაყენა რა. უზარმაზარ მართლმადიდებლურ საიდუმლოს რა, ნათლობის საიდუმლოს, ახლა იმას რა უნდა ელაპარაკო რა. ხო აი ნახე შეკითხვა დაისვა, დავით რა პასუხი გავცეთ იმ უმრავლესი მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც მართლაც ჯერ ამ აქციის შინ ევროპისკენ და ასე შემდეგ. მე გაგცემთ თქვენ პასუხს, ამ პასუხს გაგცემთ ზუსტად ევროპიდან და გაგცემთ გულახდილად რა. გამოვიდეს გვარამია, გამოვიდეს აი ეს კიდე ვინც უდგას ამ ყველაფერს დაალაგონ თავიანთი ბიოგრაფიის მანძილზე, აი ის არ თქვას გვარამია, თბილისში სახლი არა აქვს რა გაგვეცინოს ეთნოსად. გამოვიდეს მდინარაძე, საკუთარი ქონება გამოიტანოს, საკუთარი ქონება გახადონ გამჭირვალი კაცი. და რა თქმა უნდა, აქედან დავიწყოთ აზროვნება. მერაბ კოსტავამ. ესეთი სიტყვა წარმოთქვა რა. რომ როდესაც ქვეყანაო გახდებაო დამოუკიდებელიო და თავისუფალიო მე სადმეო წავალო სოფელში და მიწის ნაკვეთს ვიყიდიო, მაგრამ მე დაფიქრდა რომ ის ფულიც არ ქონდა და რო გახდებაო საქართველოს დაუკიდებელი ხომ მომცემთობა და რა მიწის ნაკვეთსო რა. მიწის ნაკვეთი კი არა, ნახევარი საქართველოს საკუთარი ის ტყეები გახადეს სასაჩუქრე ბარათებად აქციას ქვეყნის ეროვნული ქონება. ვიღაც წერს ეს გიგლოგ ვიღაცის ცოლებზე და პირად ცხოვრებაზე რო ჭარაობ, ეს რომელ კაცურში ან ქართულ ჟიგრულში წაიკითხე. მომისმენი ახლა გიგლოგ უშიშროების ნასეტკა, შენ ხარ უშიშროების ნასეტკა. ხო, აი რას გეტყვი შენ იცი? ვიღაცის პირადი ცხოვრება არ არის, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი მისი დაცვის უფროსის ყლესიდებს პირში საჯაროდ რა. როდესაც ხარ თანამდებობის პირი, აი მაია პანჯიკიძეზე ვლაპარაკობ რა, შენი ცხოვრება
არის საჯარო. და არ შეიძლება იყოს ეს პირადი, როდესაც სამინისტროს ტერიტორიაზე შენი დაცვის უფროსის ყლესიდებ პირში. თუ გაინტერესებს პირდაპირ ასე გეტყვი რა. შენ შეიძლება ეს სიმართლე არ მიიღო რა. ქმარზე ღალატი ხო ცალკე დანაშაულია და მორალური დანაშაულია, რო არა ცოლ-ქმრობის წინაშე ჩადენილი ცოდვა რა. და დანაშაული რატო აიცი საზოგადოების წინაშე ეგეთი ქმედება? აი ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვი რა. ამერიკაში ბილ კლინტონს მონიკა ლევინსკის მოტყნა არ აპატიეს. და წაართვეს ადვოკატის ლიცენზია და რატო წაართვეს ეს? იმიტომ რომ ტყული იქადრა. პრეზიდენტს გაუკეთეს ეს ყველაფერი რა. და როგორ გგონია შენ საქართველოში არა გვაქვს იმხელა მორალური ღირებულებები, რომ ჩვენ გვქონდეს უფლება მოვთხოვოთ თანამდებობის პირს რაღაცნაირად მართალი იყოს თავის ღირსებასთან და სინდისთან და იმ ხალხთან, რომელიც მას აფინანსებს, არ გაინტერესებს წადიდან მოусვენ სიმართლეს რა. ოდიშით ყველაფერს ვერ უპასუხებ. სასიამოვნოა აქ თქვენთან ურთიერთობა და საუბარი, მაგრამ მე არ მეშინია რა დასმული შეკითხვების. დაისმება შეკითხვები, იქნება პასუხები რა. ამ შეკითხვებზე მექნება ძალიან ბრუტალური პასუხები რა. და ეხლა მოდაში ამ ყველაფრის მშობლებზე გადაპორმება. გახსოვს, გახარიას რომ გადაუმოწმეს და არაფერი არ აღმოაჩნდა და მე ყველაფერი დედაზე ქონდა, თურმე გადაფორმებული ეგრე ექნა გვარამიასაც ეგექნება გვარამიასაც სავარაუდო. აი ახლა თუ ვინმე მისმენს რა, გახარიას წარმომადგენელი ვიცი რომ ენას მიუტანს და აი მაგის დედა მოუთხან და მიუტანეთ ოღონდ გამრავლეთ ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ აქ საფრანგეთში ზუსტად $1 მილიონ იყიდა ევროდ მაპატი თუ მილიონ ნახევრად ევროდ ვერ გეტყვით ზუსტად ქონება უყიდა მიშვილს სახლი და აქ საფრანგეთში ახლა რა თქმა უნდა ფასები მაღალია სახლის, მაგრამ 9 მილიონ ევროდ სასახლეს იყიდი და ამან ეთყობა რომ საოცრება იყიდა რაღაცა რა. აქ ინფორმაცია რაც იყიდა რა. ნუ ახლა რას იყიდი და ქართველერზე მოპარული ფულით უცხო ქვეყანაში იყიდა ბინა და ვიღაცას კიდე იმას მისვამ შეკითხავს უცხო ქვეყანაში მე ტოლულად რატო ცხოვრობდა ეგენი ჩემ ქვეყანას ყიდიან და უცხო ქვეყანაში სასახლეებს ყიდულობენ რა. ეგაა ჩემი პასუხი. რა უნდა ვილაპარაკო, ჩამოიყვალა მისი შვილი, ერთი დღე არ გაუვლია ემიგრანტის წვალების ცხოვრება, ერთი დღე არ იცის რას ნიშნავს პრობლემები და თურმე თუ გენიოსი გახდა გახარიაშვილი. როგორც იმაშია თუთაშხიაში ლაპარაკი თუ დაცალდა ჯონჯოლიას მისი ჯონჯოლია ღორიშვილს მისი შვილების გასდაო რითი იქნება შვილი მამაზე უკეთესია. ზუსტად ეს შემთხვევა გახარიასთან მიმართებაში. ამიტომ დადგება და ეკივანიშვილის თამაშებს დაიწყებს ეს რუსეთში გამოსდილი პედერასტი გადაეცი ჩემი სიტყვები რა. მაგის დედა მოვთხარ მე. აი ეს დედა რომელზეც ქონება ქონდა გადაფორმებული. კაი. მოკლედ ესე არის რა. მე ჩემი გამოსვლა დღეს დავასრულე. იმაზე რას ფიქრობ ზუგდიდში რომ დაარბიეს ბანაკები. იზმა რა უნდა ვიფიქრო. მაგაზე ცალკე ლაივს გავაკეთებ და დაგელაპარაკები იქ. მოდი ჯობია დავასრულოთ ახლა ჩვენ ეს ლაივი. მე საკმაოდ ფართო გამოსვლა გავაკეთე. სურვილი მაქვს რომ ყველამ ნახოს ეს ვიდეო და თხოვნა იქნება ჩემი რომ ყველამ გამოიწეროს რა თქმა უნდა. რაც უფრო ბევრი ვიქნებით, ძლიერები ვიქნებით, ამათ პროპაგანდას დაუპირისპირდებით უფრო ძლიერად. საუბარი არ მეზარება. სიმართლე ბევრი ვიცი და არც გინებას არ დავიშუვლებ მაგათთან მიმართებაში. კაიხარე მეგობრებო რომ მშვიდობას მისურვებს. თქვენც ასევე მოგცეთ მშვიდობა და მივცეთ ამათ ილუსტრაცია და ამ ხალხს ამ გაჭირვებულ ადამიანებს რა ერთ რაღაცას ვეტყვი რა. არ აყვეთ ამათ სიბინძურეს და არ შეხვიდეთ სხვის თამაშებში რა. ქართველი ერი გამოიღვიძებს მაშინ, როდესაც სპონტანურად დადგება ფეხზე და სამწუხაროდ ეს ისე არ მოხდება ქვეყანაში თუ ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშნები არ იქნება და ეს ნიშნები არის და
ვიღაცამ უნდა აიღოს ქვეყანაში ლინჩის სამართლის წარმოება რა, ქვეყანაში სადაც მურუსიძიან მოსამართლე და როცა მოხდება ეს ყველაფერი, მე მიხვდებიან, რომ ესე არ არის, გაეროს წესდებას ჩახედეთ, ნებისმიერ ერს აქვს აჯანყების უფლება თუ ამ ერს სკლავურად ექცევიან და აწამებენ და აუბედურებენ და საქართველოში ქართველი ერის გაუბედურება ნამდვილად ხდება, მისი წამება ხდება, მისი უსამართლო მდგომარეობაში ჩაყენება ხდება და მასზე ზემოქმედება ხდება. ქართველ ერს აქვს აჯანყების უფლება, ამას ვიტყოდი მე. მაგრამ ასეთი ფორმებით არა რა. ყვარამია რო იქნება შტურმანფიურერი ქვეყანაში რაღაცა ცვლილებების რა. ქვეყანაში უნდა მოვიდეს ისეთი ცვლილებები, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაასამართლოს ქართველი ერის ინტერესების სტანდარტით ყველა ნაძირალა და ყველა მიმთვისებელი აქეთა და იქეთა მხარიდან რა. უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ერის გაყოფა ემათ რა ქვია. როგორ იცი, წითლებად და ლურჯებად, ქოცებად და ნაცებად და გამოყენება უნდა დამთავრდეს საზოგადოების რა. და უნდა დამთავრდეს კიდევ ისი გამოყენება, იცი, სპორტის პოლიტიზირება უნდა დამთავრდეს, ყველაფრის პოლიტიზირება უნდა დამთავრდეს. აქედან ახლა არ მინდა კიდე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ უყურე გამოსვლას რა ქოცების რო კვარაცხელიანი ეს თქვა კვარაცხელიანი ის თქვა რა უნდა თქვას კვარაცხელიანი მერტმა მისცეს იმის ჯანი ბურთი აგოროს და გააკეთა მაგან თავისი საქმე ქართველი ერის წინაშე ვფიქრობ ქართველი ერი გავიდა ევროპაზე და მიაღწია იმას რასაც ეს ჩათლახები კალაძეები და ისინი ვერასოდეს ვერ გააკეთებდნენ ამიტომ მაგ ბიჭის კრიტიკა არანაირ ფორმატში არ შეიძლება უბრალოდ მისი ცოდვა არის ის რომ პოლიტიზირებულს ხდის თავის თავს ქართული ოცნების გვერდით დგომით ეს მისი პრობლემა იქნება მომავალში და ზოგადად პრობლემაა ის რომ ყველა ფორმით პოლიტიკაში ჩარევა ხდება სპორტის ეს ასერიოზული პრობლემა და მე ვფიქრობ რომ ეს არ არის მარტო მათი ბრალი ეს საზოგადოების ბრალიცაა რომ მათ არ ეხმარებიან გამიჯნული იყვნენ ამ საზიზღრობიდან მაგაზე კიდე ჩვენ ვილაპარაკებთ ხალხი იღვიძებს დავით საპატრიარქომ მთავრობის დაკვეთით ხალხი გააბრუა ფაქტიურად ერი ჰიპნოშე მე გეთანხმები კობა სრულიად მაგაში მაგრამ გამოიღვიძებს ერი დავასრულოთ ეს გამოსვლა სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა და შემდეგ ლაივამდე და ლაივი დაანონსებული მაქვს მორგოშიების კოლაბორაციაზე ეგრეთ წოდებულ იდეასთან მიმართებაში რომელიც არის საპატრიარქოს ჩვეულებრივი შექმნილი ძალა და მაგაზე ვილაპარაკებთ კი თუ იმეს გაინტერესებთ შედით ნახეთ გამოიწერეთ და შემომიერთეთ მე